მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა ყუროებისთვის. ოქტომბრის თვე რას მოიტანს, რა რესურსები შემოდის და რა გტოვებს. მაშ ვნახოთ ვისთვის იქნება და რა თვალსაზრისით იქნება ძალიან კარგი პერსპექტივები ოქტომბრის თვეში. დავიწყოთ. ზოგადი ენერგიები, ფინანსები, ჯანმრთელობა და კარიერა. ნახოთ. ზოგადი ენერგიები. ძალიან ბევრ თქვენთაგანთან ნახეთ გაჩვენებთ, აქ არის ძალიან ბევრი დაბრკოლებები. პრინციპში ეს დაბრკოლებები თითქოს თქვენი ფანტაზიის ნაყოფიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს რაღაცა დაბრკოლებები, აქ არის კრიზისული პერიოდი, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსებში სამწუხაროდ. დღესდღეობით დაკვირვების არეალი ხართ. ან თქვენ აკვირდებით ვიღაცას, ეს შეიძლება იყოს პროფესიული თვალსაზრისი, შესაძლებელია პირადი ურთიერთობებიც. ძალიან სექსუალურები. ძალიან მიმზიდველები ხართ საპირისპირო სქესისთვის. თუ კი არსებობდა რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში, მერწმუნეთ, რომ დრო დადგება რაღაცა შეთანხმებამდე მიხვიდეთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ. ის წინააღმდეგობები, რომელიც ურთიერთობაში არსებობდა, გადალახვის პერსპექტივები მოდის ნამდვილად. ბევრ თქვენთაგანთან ესეთ რაღაცას გეტყოდით. ჭერი, სადაც ცხოვრობთ, შეიცადეთ მაქსიმალურად ოქტომბრის თვეში გაწმინდოთ აურა სახლის, გაანთავისუფლოთ ძველი ნივთებისგან, ნახეთ, მოიშოროთ ზედმეტი, რაც ჭირდებათ სახლში, იმისთვის, რომ ძალიან დიდი სიტყვის და სიყვარულის ენერგია შემოვიდეს. გაწმინდეთ თქვენი აურა, სადაც ცხოვრობთ. ეს ერთი ფაქტორი. მეორე გეტყვით იმასაც, რომ ისქანაც ქორწინებაა და ორსულობის სურვილი აქვთ ბავშვის ყოლის, აქაც ძალიან დიდი პერსპექტივებია სხვათა შორის. აქ შესაძლებელია განაყოფიერება, ხელოვნური განაყოფიერების თვალსაზრისით ექიმის ჩარევას მოხდეს, ვისთანაც ბავშვი არ ჩნდება, თუ მსგავს ტენდენციებს გადიხართ და თქვენთვის აქტუალურია წარმატებით გაივლის ეს პროცესები. კიდევ რა ხდება? პირად ურთიერთობებში ჩამოკიდებული სიტუაციებია მეგობრებო, რომლის გაშვება ძალიან გიჭირს. თითქოს საკუთრებად მიგაჩნიათ ეს ურთიერთობა, ან თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, არსებული პარტნიორი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არის, გინდათ რომ მოქმედება დაიწყოს, მაგრამ სამწუხაროდ აქ ბევრი თქვენთაგანი აბსოლუტურად ამთავრებთ ტოქსიკურ ურთიერთობებს. კი ბატონო, იმისთვის რომ მამაკაც კონკრეტულად ქალებს მიუმართავ, მამაკაც აქვს რაღაცა მენტალური კედელი აღმართული, შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით გზაც გაშორებდეთ, საზღვრები გაშორებდეთ. ამიტომ სიყვარულის ენერგიები სამწუხაროდ ბევრ თქვენთაგანთან მთავრდება სიკვდილის არკანი. აქ ტრანსფორმაციას არ განვიხილავ, ამ შემთხვევაში აქ რეალურად ტოქსიკური ურთიერთობები, სადაც არსებობს და არის ბევრი კითხვის ნიშნები და საკმაოდ დიდი ხანია გადიხართ ამ ეტაპს, აქ უკვე დასასრულია ნამდვილად ოქტომბრის თვეში. მიიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს